ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა იაპონელმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ რუსთავის სპორტის სასახლეში მასტერკლასი ჩაატარა. ონო 21-23 მარტს თბილისის გრანდ სლემსაც დაესწრო. ცნობილი იაპონელი ძიუდოისტი საქართველოში ვარლამ ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით იმყოფება. ქართველი ძიუდოისტები ჩემი მეგობრები არიან. საქართველოში სწორედ მათი შემოთავაზებით ჩამოვედი და მიხარია რომ მსგავსი სახის ღონისძიება შედგა და ბავშვებს ჩემი გამოცდილება გავუზიარე. დღეს რუსთავს ეს მსოფლიო ლეგენდა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო არის პირველი არ არის ძიუდოში. მე ვფიქრობ, რომ ეს თან რაიონში ამხელა სპორტსმენის შემოსვლა ქვემო ქართლში კედროთი რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები უბედნიერესები არიან, მათი გმირი ესე რო ვთქვათ, ნახეს იაპონელი ლეგენდა შოჰეი ონო და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რადგან мотиваცია არის ეს მათთვის, პირადად შეხვდნენ, ფოტოები გადაიღეს, უყურეს მის მასტერკლასს და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება კიდევ და არაერთი ცნობილი სპორტსმენი გვეყოლება სტუმრად საქართველოში.